პირველ რიგში რა თქმა უნდა ხსოვნა არ დაუწყება იყოს ყველა იმ გმირი ადამიანის ვინც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას შეეწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას შეეწირა რა ძალიან დიდი სპეკულაციები მიდის 2008 წლის ომთან დაკავშირებით რა მოდი მარტივად ვთქვა საქართველოს ომი არ დაუწყია რუსეთი რა თქმა უნდა ოკუპანტი არის და საერთო ჯამში ჩემი პოლიტიკური ხედვიდან გამომდინარე ვფიქრობ რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი იმიტომ რომ რუსეთთან არის მისი ბიძა როგორც ვიცით ძალიან დიდ თანამდებობაზე მუშაობდა რუსეთის საკმაოდ მაღალ დონეზე ამავდროულად ამერიკასთან დალაგებული ურთიერთობით სააკაშვილმა გადადგა ეს ნაბიჯი იმიტომ ამერიკა სურს რუსეთის გარშემო ჰქონდეს ცეცხლის ხაზი მარტივად ვთქვათ რომ რუსეთი დაასუსტოს მაგრამ მოდი ცოტა დიდი გეოპოლიტიკითაც შევხედოთ ამერიკას და რუსეთს აი ზემოთ რუკას დახედეთ იქ აქვთ საერთო წერტილი შეუძლოთ იქ იუმორ მაგრამ არა იმპერიების გამო ხოცავთ აქ ქართველები ერთმანეთს არც ერთ ქართველს ბოდიში არავისთვის არ გვაქვს მოსახდელი რუსეთი რა თქმა უნდა ოკუპანტი არის ისევე როგორც ამერიკა არის ოკუპანტი იმიტომ სადაც შევიდა ყველგან ომი დაიწყო და არც ნაცები არ არიან დასაბრუნებელი ქვეყანაში თუ მე მეკითხოთ ოცნებაზე რას ვფიქრობ ოცნებაც მოსაშორებელიას და საჭიროა ეროვნული და რაც თავია მართლმადიდებლური ქრისტიანი ადამიანები ვიყოთ ხელისუფლებაში იმიტომ რომ საქართველოს დიდგანვე იყო უძლიერესი ქვეყანა და ეს ქვეყანა უნდა ავაღორძინოთ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დიდება გმირებს დიდება ღმერთს გამარჯვება ქართველ ერს და საქართველოს რუსეთი ოკუპანტია თურქეთიც ოკუპანტია ისევე როგორც იმიტომ ისტორიულად რომ გავყვეთ არაერთი მიწა წაურთმევი და დღემდე ოკუპირებული აქვს ორივე მხარეს და ამერიკაც ოკუპანტი არის და მარტივად აი ამაზე მარტივად კიდევ ვერ გიტყვით ჩემი თუ არ გჯერავთ ზვიად გამსახურდია ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი მაშინ ყველა მთავრობა არის არალეგიტიმური მისი ნათქვამი გაიხსენეთ ნუ იქნებით იმპერიების მხარეს იყავით საკუთარი ერის მხარეზეო ხო და ვიყოთ საკუთარი ერის მხარეზე თავისუფლება საქართველოს გამარჯვება საქართველოს გამარჯვება ქართველ ერს დიდება უფალს